Салами чему каргеву. Здравствуйте, мои дорогие друзья. Сейчас что надо Грузии сделать? Комиссия, которая есть, комиссия, да? Комиссия, что-то мне кажется, некомпетентная комиссия, который должен компетентная комиссия. Алуда Гудушаури, который есть там, Алуда Гудушаури, да? Место Алуда Гудушаури должен там садиться Емзар Квиция. Созар Сурбелианя, ту Субариарис Арвици, Созар Субарис Магилрат, унда Даждес Рамаз Гваладзе. Комиссიის თავმჯდომარე იყოს ქალბატონი წულუკიანი. ასევე ჯონდი ბაღათურია, დიტო ჩუბინიძე, დავით ჩუბინიძე და ვალერი კვარაცხელია. ეს ხალხი თუ დაждდება, რა გამოიძიება ყველაფერი გამოიძიება. თორემ ასე არაფერი არ გამოვა. ვინ ახლა ხო ვინ უნდა გამოიძიოს ეგეს? როგორ გამოიძიებს ეგენი? ეგეს მე მგონი არც საწყობს გამოძიება. რასაც საჭიროა და რასაც უნდა შეედავონ და რასაც იმას კი არ მაშინ სხვა რამეს იგონებენ. ხო, ახლა ვუყურეთ, ახლა შეხედეთ. ჩემო კარგებო, ახლა გეუბნებით ამას ნემსაძეებს, გეუბნებით რამაზ ღვალაძე მაგარი ვიდეო დადე, მაგრათი კარგი კაცი ხარ, კარგი, გენაცვალეს, შენის არა მებრძოლი ადამიანი უნდა. ხო, მაგრამ ერთი შემომხედეთ, ახლა მე შემომხედეთ ერთი და მომისმინეთ ერთი. ერთი მაგარი კარგი საქმე გააკეთა ბიზინა ივანიშვილმა. კარგად გააკეთა, კარგი მაგარი საქმე გააკეთა. ეს პოლიტიკური ნაგავი და პოლიტიკური მეძავები გამოაშკარავა ყველაფერი გამოაშკარავდა, ხელის გულზე დაიდო, ყველაფერი ვინ ესი გამკეტებელია. აგიც მე მაგრამ ეს გამოუვიდა თუ მან ასე სპეციალურად გააკეთა ასე, აი თუ ასე გააკეთა, მაშინ პროფესორი ყოფილა მისი საქმის. მაგრამ ახლა მე ხო და ეს ერთი მაგარი გააკეთა. ახლა მეორე ჩემგან ამას გეუბნებით კონსტრუქციული ოპოზიცია რომა ზოგი ნამეტარი გურულად იციან, გულემ აღერღილი, ისე რომ ამიზედებულია კაც და ყველაფერს იმაშობთ. ამიზედებულია მართალი ხართ, სინამდვილეში მართალი ხართ, მაგრამ უყური ახლა დავუშვათ და არ მოსულიყო ბიზინა. რომ არ მოსულიყო ბიზინა, არ ყოფილიყო ბიზინა, ისევე სააკაშვილი ყოფილიყო. ახლა ვიქნებოდი ჩვენ საერთოდ საქართველოს იქნებოდა მარტო ტერიტორია. ხო და აქ ვინ იცხოვრებდა კაცმა არ იცის. საქართველოს მარტო ტერიტორია იქნებოდა შემოკარგებო. ახლა ეგრე იგი რომ არა ქვია ნემსაძე გამბუხო. რისი იმედი ქონდა? ისი რუსეთს მოერეოდა მაგალითად ეგენი დიდ რუსეთს მოერეოდა 59 ქვეყანა ეომება. ხო და ვერაფერი ვერ დააკლეს. ხო და ხო ახლა მეორე ხო ტერიტორია დარჩებოდა მარტო სატრანზიტო ტერიტორია. და ჩვენ არ ვიქნებოდით არც ქართველები აქ რაღაცა სხვა ერები ჩამოსახდებოდა. რაღაც როგორც შახაბასმა თარაკამაელი და იგი ჩამოასახლა, რა ისე ჩამოსახდებოდა აქ სხვა. ხო ახლა ეს 7 კაცი აუც ჩემო საყვარელო ბიზინა, ჩემო კარგო, გეხვეწები რა. თუ გინდა კიდევ შეინარჩუნოთ 4 წელიწადს, კიდევ თუ გინდათ შეინარჩუნოთ ხელისუფლება, ხო და ზომიერად გაკეთეს და ხო და არ აერიოს ყველაფერი, ეს 7 ადამიანი უნდა დაждდეს კომისიაში, მე რომ დავასახელი ახლა. უყურეთ ემზარ კვიციანი, რამაზ ღვალაძე,
კომისიის თავმჯდომარე იყოს ხალბატონი წულუკიანი. ხო და ჯონდი ბაღათურია უნდა დაждდეს, დიტო ჩუბინიძე, ახლა დღესდღეობით ახლა ის ვერ ჩამოვა, ახლა ნემსაძე ვერ ჩამოვა, თორე ერმილ ნემსაძე ძალიან კარგია, მაგრამ ის ვერ არ ვიცი, თუ ჩამოიყვანთ იმას ძალიან კარგია. ხო, შემდეგ ჩუბინიძე, დიტო ჩუბინიძე და დავით ჩუბინიძე, კოტე ფხოიძე და კიდევ ვალერი კვარაცხელია. ეს 7 ადამიანი უნდა დაждდეს. სხვა და წულუკიანი, სხვა იქიდან წავიდეს უნდა. სხვა მაგენი არ არიან კომპეტენტური არც ერთი. ხო. ეხლა კიდევ ამინდა თქვა. ხო, როდის იყო დამნაშავე თავის თავს ასამართლებდა. არ ვიცი ახლა მე არ ვიცი. ხო. კარგად გადათარგმნით, აგიმე რას ლაპარაკობ. ზოგიერთი იქ ყავს, ზოგიერთი ნაცები ყავს, იქ ნაცები ყავს იქ. ბატონო ბიზინა. ხო ხედავთ, მალე ვერ შეაგავებ ამ ხალხს, ვერ შეაგავებ. ხო და აუცილებლად უყურეთ ახლა. პირველი პრეზიდენტი დანიშნეთ, მარგველაშვილი თქვენს წინააღმდეგ წავიდა. თქვენ წინააღმდეგ ხომ წავიდა მარგველაშვილი? თქვენ რაც გინდოდათ, იმას არ აკეთებდა. ხო და შეეკრა იგენს. ახლა უყურეთ, მეორე პრეზიდენტი დანიშნეთ, სალომე ზურაბიშვილი, რა გააკეთა ხედავთ, კინაამ გადაწყვეტენ თბილისი და გადაბუგენ თბილისი. თბილისის რუსთაველის პროსპექტი, კიდევ რამდენი პროსპექტები. ახლა მესამეც არ დაგემორჩილოს თქვენ, ხო და ჩავიდეს რუსეთში. თქვენ ხომ არ გინდათ ყობახიძეს და თქვენ არ გინდათ რუსეთში რომ ჩავიდეთ 9 მაისს. ამიტომ გასამდეს უნდა არც იმან რა ქვია პრეზიდენტმა, ახლანდელმა პრეზიდენტმა არ უნდა დაგემორჩილოს თქვენ. ხო და სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება. თქვენ ხო გინდათ ევროპა და ევრაზია. და იარეთ ამ ევრაზიაში და პრეზიდენტი იყოს რუსეთში, იქიდან ჩავიდეს რუსეთში და 9 მაისს გამარჯვების დღეს 350,000 ქართველია დაღუპული. ჩემი დედის ძმა მათემატიკის მეცნიერებах და დოქტორს ღებულობდა, ხარისხს იცავდა, კანდიდატი იყო. ხო და 3 შვილი დატოვა, 3 შვილი. ხო და მოხალისედ წავიდა. მეორე ბიძაც. მამაჩემი მარუხის უღელტეხიზე იბრძოდა. ხო და მეორე ბიძაც კიდევ იქინე. ხო და 350 ქართველია დაღუპული. 350,000 ქართველია დაღუპული. აბა ვისთან უნდა ჩახვიდეთ? ვისთან? მაშინ იქენე რა ქვია, ეგ იმაში პარიზში ჩადით, ხო და ნოე ჟორდანიას იქენით, იმის იმას დაღუპული მებრძოლებია იქინეს გარდაიცვალენ, თუ მოკვდნენ იქენი, ხო და იქანებიდით მაშინ არის ეს. ხო. აუცილებლად, თორემ ვერ შეაკავებთ ამ ხალხს, აღებდილია ეს ხალხი. ახლა ხო. ახლა თორემ იცოდეთ ბევრი სისხლი დაიღურება და შემკვეთავი, ანუ ზაკასჩიკი ამის იქნება ევროკავშირი. უწინ ამერიკა იყო, მაგრამ ახლა ამერიკა არა, ამერიკის პრეზიდენტი არა მაგენის ხარაზე, მაგრამ ზაკასჩიკი გამოვა ევროპა. ხო, აბორიგენი ხალხის განადგურებისა. თორემ თქვენ ზოგიერთი გადაირჩენთ თავს. ხო და ან რაღაცა გაიქცევით, ან რაღაცა. ხო. ეს ასია და ამას წყალი არ გაუვა. ამიტომ კომისია იქნება კომპეტენტური, როცა დაждდება ის 7 ადამიანი მე რომ დავასახელე. ხო და თქვენ ვერ დაასახელებთ, ვინ უნდა იქნათ, ვინ უნდა? კიდევ ხალხო, ბოლოს ამ ქვეყანაში უნდა აიგრძალოს, ახლა აიგრძალოს უნდა
თუ კი დაწყნარდა და თუ კი აიგზავნოს, უნდა არაფორმალური შეერაღებული დაჯგუფებები, არაფორმალური შეერაღები დაჯგუფებები უნდა აიგზავნოს. ხო. ეხლა კიდე რა მინდა ვთქვა ახლა? კიდე ამ კონსტრუქციულ ოპოზიციას გეუბნებით. ჯონდი ბაღათურიამ კარგად ილაპარაკა, ოჩახ ჯონდი ასე უნდა. აგერიგენი რა ქვია, ვალერი კვარაცხელი კარგად ლაპარაკა, ყველა კარგად ილაპარაკეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა იგი რო არის რა ქვია, ნემსაძეები აკლია, ხო, სწორია ეს ნემსაძეები თქვა რომ იცოდეთ, სწორია, მაგრამ ამ მომენტში ახლა მოვიდა ბიზინა, ესე ბიზინა მოვიდა. ახლა ესე პატიოსანი კაცი, ჯერ პატიოსანი კაცი არ შევა ბორდელში, მაგრამ მოვიდა რა ვიცი ახლა ალბათ საქართველოს გადარჩენა დააპირა თუ რა დააპირა მე ვერ გავიგე. ხო და შემოვიდა ბორდელი იყო ამ ბორდელი. ხო და ერთი პრეზიდენტი დანიშნა, ერთი პრემიერ-მინისტრი დანიშნა, იგი დანიშნა არც ერთი არ გააცეთმა. ხო და რამდენჯერ და არ უმართლებს თუ არ ვიცი რა ხდება მე ვერ გავიგე. ამიტომ არ გამოვა ასე რომელიღაც პრეზიდენტი იყო, არ ვიცი კარგად ახლა ყველაფერი არ მახსოვს დავბერდი და მახსოვრება და მე კარგად თქვა რომ მე მგონი ამერიკის პრეზიდენტი იყო. მე არაფერი არ ვიქნებოდიო, ოპოზიცია რომ არ ყოლებოდა, ალბათ კონსტრუქციულ ოპოზიციაზე ლაპარაკობდა, მაგრამ იმან ტერებზე კი არა, იმ ქვეყნის ტერებზე კი არა. ხო და ეს ახლა რომ ვითომ ოპოზიცია კი არა, მაგენი არის საქართველოს ტრები, მაგენს უნდა საქართველოს განადგურება. ჯერ იმათ რა ქვია ადამიანების რიცხობრივი განადგურება და კიდევ ვის დარჩებოდა ის უნდა ყოფილიყო LGBT იგი რა ქვია. ხო და კაცი ესე იგი კაცი უნდა ქალად უნდა გადაკეთებული იყო, ქალი კაცად უნდა დამანებეთ რა თავიანთი. ხო და ასე არ იქნება ასეთი ცხოვრება. ხო, ოპოზიცია საჭიროა, ოპოზიცია ისე კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც თქვენ იმას კი არ დაგიწყებს, ჩამოვაგდოთ, მოდი შენ ეს გააკეთეო გეტყვი, რომ ფული დახარჯე, რომ ფული აითვისე, რატომ არ გაკეთდა? ან თუ იყო გასაკეთებელი ეს საერთოდ. ლანჩხუთში არ იყო გასაკეთებელი და მოთხარეს, გადათხარეს, დააგეს იგი. რაც არ იყო საჭირო, ახლა ესე იამკებით საშინელი ყველაფერი სტალინის ძეგლი. ხო, ახლა სტალინის ძეგლზე. ჩემო კარგებო, ბიჭო, როგორი ქართველები ხართ მითხარი, როგორი ქართველები ხართ, ბიჭო, ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც თელ სოფლიოს აზანზარებდა ეს კაცი, თელ სოფლიოს. რომ იყო სხდომები და რაღაცები, რომ იყო ეს ბოლოს შედიოდა, სულ ბოლოს შედიოდა და ყველა ფეხზე დგებოდა. ხო და ერთი ახლა მოილაპარაკა ჩერჩილმა იფიქრა, ჩერჩილმა თქვა, ისო რა ქვია, ვინაა მაგიო, არ ამდგები ახლა ფეხზე ვგეო. ხო და შემოვიდა სტალინი და არ ადგა ეგ ფეხზე. ხო და მივიდა ამასთან და ჩიმოხი ხომ აქ? მომიგიდაო უთხრა. წამოაკედა მაინც ფეხზე. და მოუკიდა. ჩიმოხზე. მაინც ისეთი სტალინს ვინ რას აჯობებდა რაიმეში. ამიტომ ასეთი სტალინის ძეგლი რომ საქართველოში არ არის, მე ლანჩხუთზე ვლაპარაკობ, ლანჩხუთში ფუნდამენტიანა მოიღეს სტალინის ძეგლი და ვინ დადგა იგი. მივედი ახლა და გულზე შემომეყარა, ამ იმის სამშობლოს მოღალატეს, საქართველოს მოღალატეს, რომელმაც 259 5 ოქრო ვერცხლი და ფასიანი ქაღალდები და ყველაფერი გაწმინდეს, თუ რამე იყო, 3 ინსტიტუტი გაძარცვეს. ხაზინა, ეკლესია, მონასტრები და იგი მუზეუმები გაძარცვეს, ხო და იმის ძეგლი, ახლა ჟორდანიას ძეგლი, კარგი კვარცხლბე გრანიტის, კვარცხლბეზე და მისი ბიუსტის ძეგლი. მოკლედ შემომეყარა გულს ამხნის კაცმა. თუ გინახავს რომ ადამიანი ტერს და მოყვარეს ვერ არჩევდეთ ადამიანი, ტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ.
ჩემო კარგებო, ჩემო ოცნებო, ვერ არჩევთ მტერს და მოყარეს, ვინა თქვენი მტერი და ვინა თქვენ სულ გაწყობს, რომ ეს ნაგავი ოპოზიცია რომ იყოს, სულ ახლა ისე იგი ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ეგენი მოვა, სულ ასე იძახოთ, დამთავრდა უკვე. ბოლოს მოწყინდება ხალხი და ორივეს დაგსვამენ, ფონიან ნიჩაბს და ორივეს ფოცებსაც და ნასებსაც გაგისტუმრებენ ორივეს. მოწყინდება ბოლოს ხალხს. ხო, ამიტომ ახლა 9 მაისს უნდა ჩავიდეს კიდევ ამბობ. konkretно ნიკოლოზი და ყველა იძახის. ხელისუფლებიდან არ აქვს მნიშვნელობა, ერთ-ერთი ადამიანი უნდა ჩავიდეს იქინე. ვინც იქნება, ან პრეზიდენტი იქნება, ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთოდ რომ გასულია მოსახურების სფეროდან. ბოჭორიშვილი, ხალბატონი ბოჭორიშვილი გასულია საერთოდ რას ლაპარაკობს, არ ვიცი ვერ გავიგე რას ლაპარაკობს ეს. ბოლოს ეს რო ჩავიდეს. ხო და მე თუ არ მოგეთქვა გავაცვალეთ მე. სტალინი ასე შობოდა, რომ ისე რომ რამეს მაგალითი ეს არ იქნება დანაშაული თუ ეს ჩავა იქინე და ხო და რომ ელჩი რომ რაღაცას ვერ გააკეთებდა და რაღაცას არასწორად დაწებდა, განთავისუფლებდა იმას, რომ ჩამოვიდა და ეგ განთავისუფლებული მიყავსო მე მიტყოდა. ხო, ასე უნდა გაკეთდეს ეს შემოკარგებო, ვიღაცა უნდა ჩავიდეს მოსკოვში პარადი სადაც იქნება, მოსკოვში იქნება თუ მინსკში იქნება, მაგი ხო ჩავიდეს უნდა სი ძინპინი ჩამოვა, ხო და ვინ არ იქნება იქინე, ვინ არ იქნება. ხო და ამიტომ აუცილებელია 350,000 ქართველია დაუყული. ხო და უნდა ჩავიდეს ასე. ხო, თორემ არ დაწყნარდება საქართველოში. არ დაწყნარდება სიტუაცია. მე ახლა ესე 9 მაისს მერე ჩამოწერილი მაქვს 66 პასისტია მაქვს ჩამოწერილი. იცოდე, მე იქინე დამხვდეს იქინე. ესე იგი, რომ სამუშაო დღეებში ჩავალთ იქინე ჩვენ, 2 კაცი ჩავართ ლანჩხუთიდან. ხო და გაგვატაროს რეგისტრაციაში უნდა. სიას ისე იგი 170 კაცი სია აქეთ რომ ქვევით რომ კანდიდატები და 66 იგი სულ არის 170 კაცი და ისე რამდენი ადამიანების იგი მაგერ რომელიც ხელმოწერას და ყველაფერს დაადასტურებს. ხო და ეს უნდა გაგვატაროთ უნდა ჩვენ რეგისტრაციაში. ხო, ჩამოვალთ. ხო და შემდეგ და ერთი რამ მინდა გითხრათ ისი, ეს ყარს ლაპარაკობს აგერ ნიკოლოზ ჯავანაძე ლაპარაკობს ესტანცის ყარსო რუსთაველის პროსპექტიო, ამას დეზინფექცია უნდა ჩემოკარგებო, დეზინფექცია ესე ხო რომ რა ვიცი ყარს მაგ ქუჩა, ესე იგი წავიდეს აქედან იმით რა ქვია წყალსო მასხამს მანქანები, ხო გადენოს და გარეკოს აქედან რუსთაველიდან და მაგ უნდა დეზინფექცია უნდა ჩადარდეს. ხო და მაგას უნდა დაკავება ხელზე ბორკილი და ჩაგდება ეგ იქინე. ყველას რამდენი კაცი იქნება? 500 კაცი ყოველ მეტი ყოველ იქნება. დაადევით ბორკილები და ჩაყარეთ იქინე ციხეში. ხო და როცა დაწყნარდება კარგად საქმე, მერე გამოუშვით. ვინც არაა დამნაშავე. ეს ასე უნდა გაკეთდეს შემოკარგებო. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას, ბედნიერობას, კარგად ყოფნობას გისურვებთ ყველაფერს. ქრისტე აღსდგა, ეს თავში უნდა მეთქვა, მაგრამ ქრისტე აღსდგა. ხო და მართლა ამდგარ იყოს ქართველი ხალხისთვის. ხო და ნახოთ აგე თუ აღსდგა ქრისტე, მაშინ საქართველოშიც უნდა დამყარდეს ნორმალური ცხოვრება. თორემ მე მაშინ არავითარი არ ამდგარა, არც ქრისტეაც არაფერი. თუ ასე გაგრძელდა ასე. ახლა რომ არის ამ ვარიანტში. კარგად ბრძანდებოდეს, შემოკარგებო, ჯანმრთელობას, ბედნიერობას, კარგად ყოფნობას გისურვებთ. აბა თქვენ იცით, ახლა არც ერთმა არ გამიტეხოთ, იცოდე, თორემ რახაც ცუდად წავა საქმე.